ჩვენი შოუ 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 საგამომშვიდობის დაგვირფასო მეგობრებო, მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. დღევანდელი გადაცემა ხალისიანად რომ დავიწყო, ნება მიბოძეს სტუმრად მოვიწვიო ჩვენი მეგობარი, უნიჭიერესი არტისტი ბატონი კოტე მჟავია. დიდი მადლობა. არ გახანი არ ყოფილა რა ხარშემოვა. მართლა დიდი ხანია არ ყოფილხარ შენ? კი, დიდი ჩვენ შოუში. აბა და მივესალმები თქვენს თვით და ტკბილ მაყურებელს და ძალიან მიხარია იცი თქვენ ყოველთვის აქტიურობა, პატივია ჩემთვის. მოგვენატრა ძამა შენი იუმორი? გაგახაროთ ღმერთმა. გამორჩეული ამ გურული ელფერით და ძალიან დიდი მადლობა. როგორ ავარ ჩემო გიორგი ბატონო და რომანტიზმიდან რემატიზმამდე რა ფერ მივედი ვერ გევიქეჭი. ეთყობა ცოტა ასაკიზრალია, მაგრამ მადლობა ღმერთს. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგათაა. ხო, რა ვიცი, მე მგონი რაღაცა საინტერესო მარგალიტები მოუკრიფე, თუ შეიძლება ასე ითქვას. არ გავცილებილ ვარ სხვათა შორის ჩემს სოფელს მანდამაინც. ფამფალეთს არ გავშორები ვარ და რაღაც ესეთი საინტერესო ხარტულები მე მგონი ესე უფრო სწორი იქნება ნათქვამი. არ შემიძლია დავიწყე პირდაპირ მაშინ მოკლედ ხო ხომ შეიძლება ყოველგვარი შესავლის გარეშე რა. მოვეფერები ჩემს გურიასა თქმა უნდა და მთელ საქართველოს მაგრამ არ შემიძლია ჩემი მეზობელი ლადო სირაძე არ ვახსენო, იმიტომ რომ კი ბატონო. ამოუწურავია ამ კაცის გამონათქვამები და ზღვა იუმორი და ყოველთვის გაფაციცებით როცა ჩავდივარ, ეხლა ყოველთვის ძვირფასია და ძვირფასად დარჩება მისი ოჯახი შემთხვევით და ამ კაცთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა. ეხლა რო ვიყავი ამ ზაფხულ ჩასული. კოტიაო, ამ სიბერეშიო 70 წელს უკაკუნებს უკვე ჩემი ლადია. ამ სიბერეშიო ბიჭო რწმუნდებიო ბაღნები რომ წეროს მოყავსო მითხრა თურმეო. ახლა მეთქი რა გაძლევს ამის ფიქრის საფუძველს ლადო. ბიჭო, ამ ბოლო დროს ვიცნახეო, ქმარი არავის არ ყავს და ბაღნები ყველას ყავსო. ახლა წეროს მოყავს გონიო. და იგივე ჩემი ლადოს ამონარიდიდან ისაო რა ქვია საფულე, ჩემი საფულე, კლად ხახვივითაო მითხრა. ხახვი და საფულე ვერ დავაკავშირე და რაფერაა მაგი მეთქი და რომ გავხსნიოთ სრემლები მომდის მისითო. და კიდე ერთი საინტერესო მეზობელი სოფელში გარდაიცვალა ერთი კაი კაცი რა, ხო და მოვიდა ამბავი ახლა ჩვენთან გარდაიცვალაო და ლადომ რო გეიგო. აიო მაინფერი ჯამრთელი იყო, რომ არ მომკვდარიყო, კაი ხანს იქნებოდა კიდევ. ოღონდ ეს მართლა ძალიან ისე უცებ ხდება, ამას აი წამის მიასედი რო არ ფიქრებ, ჭირდება ადამიანს დაფიქრება მოკლედ და ძმაკაცი ეკითხება ძმაკაცს. რაიო ბიჭო, საყურის კეთებაო, რო ის დაიწყეო. რაც შემაცოლვა ჩემს მანქანაში სხვისი საყური ეპოვა, მეორე დღიდან მიკეთიაო. იპოვაგა გამოსავალი. იწყო საყურიცი არო. ამ თემას რო არ გავცდეთ. გონიო ცოლი მღალატობს. რაზე ატყობ? ჯო ბათუმში გადავეც საცხოვრებლად და სანტექნიკი იგივე მოდისო. ბარემ ეს თემა მოვწუროთ. აწიო მეო ცოლიო უნება ქმარს. სიგარეტსო სექსის მერე მოვწევ. დაგიდებებია შენ თავი შეუვედრო ხლათო. კიდე ერთი გამახსენდა ჩემი ლადიკოს ამბიდან, მაშინ მისი მცხონებული მეუღლე ქალბატონი მარინა ცოცხალი იყო და ჩემს ლადოს უყარს მთელი ცხოვრება, გემსტუმარი უყარს, მასმინძელი უყარს და გემრიელად იცის ყველაფერი მოლხენა და ერთდილას ცოლი უძახის აცხონოს ღმერთმა მარინა. ბიჭო, ლადოიაო, სადაა არაყი მომიყოვა ქალნეო. ჭრილობა ვიმკურნალეო მაგითო. რა ჭრილობაო, კაცო? სულის ჭრილობაზე ვიმკურნალე.
სულის ჭრილობა. იგრიდან ვიხოდა. სულის ჭრილობა. ხო კაი მოფიქრება რა. ღმერთმა ყველაში არგოს, დედირძესავით ვინც სულის ჭრილობას მკურნალობს, ჩემო გიორგი ბატონო. ერთი ბაბუა ჩემიც უნდა ვახსენო, კოტემჟავია ჩემი სახელის და გვარის. ოზიარე ერთი ბევრი სიბრძნე დამიტოვა ბაბუა, მაგრამ ამ ფორმატისთვის ახლა უცებ გამახსენდა სიმართლე გითხრა, ასე მითხრა რომ ბაბუაო დეიმახსოვრეო მითხრა. ქალი არის ლობიოსავით. სარი თუ არა ამყარიო, ნეზოვლის სარზე იცის გადაპოტინებო. ამასინათ მოუყევი აქ თუ გახსოვს ჩემმა მეგობარმა რო დარეკა სახარო და მოალო ხო იცი კი გასო რომევიდა და გამოხმაურება მოყვა მე ხო რა ხო კი ხო და მოვალ და მევიდა აი ეგ და ზუსტად აი დაახლოებით ანალოგიურ რაღაცა შევესწარი ახლა ოზურგეთის ერთ-ერთ მაღაზიაში რა ხანში შესული კაცი და იმას გამყიდველს რა ეუბნება რომ ვიძიაო ერთი ტპილეული ამიწონეო რომელი ბატონო იმან პაცი აი და პაცე იო და იმან აწონა Mas undota. Pati ai da pati. და ჩემმა მეზობელმა მომუკამ რა მითხრა იცი? კოტიაო მითხრა საერთოდ მეგონაუი 6 წლამდე გაჩუმდი მერქვაო სახელიო. სულ გაჩუმდი შეცახდა. ერთმა გურულმა ბავშვმა ეროვნულ გამოცდები რომ მიდის ახლა ხო იცით რატო რო გამოვიდა გარეთ რაქენიო შოველმა უთხრა რა უქენი მამაე და იმფერი აბლები იყვენ ჩემ გვერდზეო პიჯვარის გარდა ვეფერი გადევიწერეო კარგია ასე პიჯვრის წერით გამოვიდა გარეთ აი ესეთი საოცარი სტუმრობა ქონდა დღესაც იმიტომ რომ გამორჩეული სტუმარი ყავს ჩვენი კოტემჟავია უღრმესი მადლობა მას ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ჩვენს მაყურებელს უღრმესი მადლობა უსაყვარლესი მეგობარი გვესტუმრა ამერიკიდან ირაკლი კავსაძე როგორ ხარ ჩემო საყვარელო ძმაო ჰა რა გითხრათ კარგად თქვენთან ერთად ძალიან კარგად მაგრამ უნდა გითხრათ ამ არაჩვეულებრივ გარემოში არაჩვეულებრივ ხალხთან ერთად როგორ უნდა იყოს მანერა ძალიან კარგად სადაც გამოჩნდები ხოლმე აი მართლაც ყველგან არის გამორჩეული ატმოსფერო იმიტომ რომ აი კავსაძეებს ყოველთვის გახასიათებდა და შენ ნიჩთან სიკეთესთან ერთად გაქვს რაღაცა ის უნარი რომ ეს ყველაფერი იყოს გადამდები და თან არის ჩვენი პროფესია, ჩვენი საქმიანობა არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ესეთ პიკურ მომენტებთან. აი ის რაც ჩაგებესდება გონებაში და შემდგომ თუ მოგვეცემა იმის საშუალება რომ ეს ყველაფერი გადავცეთ მაყურებელს ჩვენზე ბედნიერი არავინ არის ხოლმე და რა მინდა იცი გთხოვ ჩემო ირაკლი მოდი გავიხსენოთ აი ესეთი მომენტები როგორც ფილმთან დაკავშირებული ისე შენს ამერიკულ კარიერასთან. ვაიმე აი ხო იცი როგორი რაღაცა არის რა როდესაც მარტო ხარ ხოლმე, ხო? მაშინ ამოტივტივდება თავში მთელი ეს მეხსიერება, ტკვილი მოგონებები, ასე შემდეგ. და თან იმდენი არის, რომ შეიძლება ფეხი აგებლანდოს და წაიქცე კაცო. ესეთი ამბავია და ეხლა რომ მეკითხები, კაცო ვფიქრობ, ვაიმე, აი თუ მქონია ასეთი მქონია, კაცო, რომ ამ დროს როგორ არ მქონია, ეხლა გინდა თბილისთან დაკავშირებული, გინდა ამერიკასთან დაკავშირებული, ოჯახთან დაკავშირებული ეს ბევრი უამრავი ისტორიები, ინსტიტუტი ჩემო ბატონო, ეს ძალიან ბევრი და საოცარი მოგონებები იგივე ჩვენს ძვირფას მეგობართან, ჩვენს ზურიკო ბერიკაშვილთან ერთად და არ ვიცი რა, საიდან შეიძლება დაიწყო კაცმა, იმიტომ რომ მოდი მეკეთყვი მაშინ. აბა მოდი დავიწყოთ ყველაზე შორიდან. ანუ გეოგრაფიულ სიშორეს გულისხმობ შემთხვევაში ვაშინგტონიდან, ვინაიდან წლების განმავლობაში თეატრი, სადაც შენ საქმიანობდა ხარ წამყვანი არტისტი იყო, ყველაზე რეიტინგული თეატრი ვაშინგტონში და მოდი აქედან დავიწყოთ ამ შენი ამერიკული წარმატებიდან. კი ბატონო. პირველი შტაბ-ბეჭდილება იმისა, რომ აი რა ხდებოდა ჩვენს თავს, ეს იყო როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ უკვე
დამოუკიდებელი სახელი მივეცით, ასე ვთქვათ, ჩვენ თეატრს, იმიტომ რომ მაშინ იმ პერიოდში მე რო ჩავედი, სხვა სახელს ატარებდა თეატრი და პაატას დღევანდელ სამხატვრო ხელმძღვანელს სხვა პარტნიორი ყავდა. მე რო ჩავედი, უკვე სინეტიკი გამოაცხადა და შემდეგ უკვე გამოაცხადა, რომ აი სინეტიკი და ვაკეთებთ ჰამლეტს. ჰამლეტი კარგია, მაგრამ უსიტყვოსო. აქ უსიტყვოზე ხალხმა მოიცა. ეგრე არ არისო. თქვენ რა გინდათო ეხლაო, რომ ისაო ბიბლიასო სიტყვები გამოაცალოთო? ჩაერთნენ ეხა ისა კრიტიკოსები, თეატრმცოდნეები, თან ისეთი გამოჩენილი რა, რო აზანზარებენ, ხო იცი თეატრებს და თეატრში რომ მიდიან და უკვე მსახიობებს ცუდად რო ხდებიან, ხო იცი ვაიმე ის მოვიდა და ეხა რას გიზავს და მიწაში ჩაგდა. აი ეგეთი ხალხი, გამოხდნენ თქვენო გიჟები ხო არა ხართ? დარეკა ვიღაცა იტალიიდან დარეკა. უკაცრავად თქვენ ხო კარგად ახართო არა ჰამლეტი გავიგეო თქვენ უსიტყვოსო და რა არისო ეს ჰამლეტიო კაცო ბალეტს ცეკვავთო არა ბატონო ბალეტს არ ცეკვავთ ეს დრამატული სპექტაკლია მაგრამ უსიტყვოთ აბა დაიწყეს ეხა ფიქრი კაცო უსიტყვოთ to be or not to be ყოფნა არ ყოფნა რანაირად გინდა ეხლა ეს თქვაო კაცო მოკლედ გია ჩაგვდეს მიწაში სანამ გამოუშვებდით ამ სპექტაკლს, აი ზუსტად ამაზეა ნათქვამი რა, ჯერ გადახტი და მერე თქვი ჰოპო რა. მაგრამ იმათმა ჰოპ ჩაგდეს მიწაში და ბოლოს ნუ მიწაში ჩადებულებმა ვითამაშეთ სპექტაკლი. ეხლა როგორი რაღაცა არის, ხო ვითამაშეთ. პირველი შთაბეჭდილება, რომ დამოუკიდებლად უკვე დამოუკიდებელი სახელით გავედით და ახალი თეატრი ახალი სახელი გამოჩნდა Cinetic Theatre. ვა, ეხლა დავიბადეთ რა, ასე ვთქვათ რა, 2001 წელს. მაგრამ ეს განაცხადი ცოტა არ მოეწონათ, ხო იცი? ეხლა გამოჩნდა, ჩამოვიდნენ ეს ემიგრანტებიო და აქაო და მოდიან და ჩვენ ბიბლიასო სიტყვებს აცლიანო და რა, ვინ არიან? დაგვანახეთ ერთი ვინ არიანო რა. ვაი მე ჩვენ ხო იცი შეშინებოდა და არ გვიქნათ რა პირველ ახლები ვარ და გეხვეწები და არ ჩაგდოთ მიწაში არა უნდა დაგმარხოთ ხო და ნუ დაგმარხეს ეხლა რა ხდება ეხლა ხო დაგმარხეს ახლა დამარხულებმა ამოყავით თავები იქ და რა ხდება და ტელევიზორში აჩვენებენ ეგეთი გადაცემა იყო Around the Town და განიხილავდნენ თეატრების, ანუ ახალი სპექტაკლებზე იყო განხილვა ხოლმე და მოდიოდნენ კრიტიკოსები, Washington Post-ი, City Paper-ი, ნუ 2, 3, 4 კრიტიკოსი იჯდა, მაგრამ ბევრი ყავდათ ეგეთი. აი იმ დღეს, როდესაც ჰამლეტზე იყო საუბარი, მოვიდა ყველა უკლებლივ როგორც ერთი, ყველა მოვიდა. ეს ყველა რო დავინახეთ, კაცო სულ გვაი მე მეთქი ხა ბიჭო აქ რაღაცა უბედურება მოხდება მეთქი რაღაცა უბედურებას გვიპირებენ თქო და დავხედეთ ახლა მე და ადამ ერთმანეთს და მე მგონი ეს ჩვენი უკანასკნელი დღეებია ხო იცი თვალებით რო შეხედავ რომ კარგად იყავი და იმანაც ნახვამდის ახლა ჩვენ უკვე აღარ ვარსებობთ და როგორ ზიან იცი ასეთი სახეებით ზიან ეს სახეებმა სულ შეგვაშინა კაცო სიჩუმე და უკან ეკრანზე აჩვენებენ ჩვენს ნაწყვეტებს სპექტაკლიდან. ეხლა ცენტრში ზის ერთი კაცი რომელიც წამყვანია აგრეთვე კრიტიკოსი, მაგრამ წამყვანი. და ეს გამარჯობა თან ღიმილით კი არ არის ესეთი გამარჯობა რომლანები hi how are you არა ამონდა ესე ციპათია გამარჯობა ახმეთქი რაღაცა უბედურება ხდება კაცო და ეს ჰამლეტი გამოუშვეს სინეტიკის თეატრი ახალი აბა თქვენი აზრიო და ერთი იყო განსაკუთრებით ერთი კრიტიკოსი City Paper-იდან სახელიც მახსოვს ბობ მანდელო ნუ ის ხმალა მოღებული ომობდა რომ ჩვენ ეს სპექტაკლი არ დაგვედგა რას ქვია რას როგორ ბედავენო და ეს ბობ მანდელო ზის თავჩაქინდრული ასე დავაკვირდი ამას აჭის მეთქი კაცო ვიფიქრე რაღაცა კარგად უნდა იყოს მეთქი ახლა კარგად ხო იცი რაღაცა აი გამარჯვებული ხო იცი მაგრამ არ არის კარგად თავჩაქინდრული და მიადგა ამას პირველი
ამ ბობ მანდელას და აი თქვენი აზრიო თუ შეიძლება მე როგორც ვკითხულობდიო თქვენო ძალიან წინააღმდეგი იყავით ამ სპექტაკლის დადგმისო და აწია როგორც იქნა თავი ხა ძიმეთ აწია თავი და მეთქი ახლა დაიწყეთ რაღაცა უბედურება ასე რომ უყურებ ხო იცი ასე რომ ხო და დიახო მეო თავიდანვე როგორც კი გამოცხადდა ეს სპექტაკლი თან უსიტყვოთო სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი მე აი ოიცი ალტროაკ შინაგანად აი სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი მაგრამ მინდა გითხრათ რომ სპექტაკლის დაწყებიდან ზუსტად 5 წუთში მივხვდი რომ ღრმად შევცდიო ხო და მეთქი აგაშენა ღმერთმა მე გადავრჩით პატა გადავრჩით ხო და იმ დანარჩენმა კრიტიკოსებმა რა საქმე რაში იყო იცი რომ არ იცოდნენ ვის დაეწყო ხო აი ხო იცი საიდან დაიწყო პირველი და იმან პირველი როგორც კი თქვა რომ ანუ გამოტყდა სიმართლეში გამოტყდა რომ თლათ ეგრეც არ ყოფილა საქმე რომ ეხა უსიტყვოსო მარტო სიტყვა ხო არ არის გენცვალე არის სხეულის მოქმედება და თურმე შექსპირი შესაძლებელი ყოფილა რომ უსიტყვოდ დადგა მას მერე როგორი ამბავია ჰამლეტის მერე დავდგი თუ არ ვწევი მაკბეტი მერე მაკბეტს მოყვა რაღაცა მეფელირი და მერე იყო ესეთი რაღაცა შემდგომი 3 სპექტაკლი ეხლა რას გააკეთებენ მოიცი ამ ჩასაფრებულები რო არიან ეხლა რას გააკეთებენ დავდგით მაკბეტი ნომინაციები ბევრი ავორდები ბევრი რაღაცა გამოვიდა მერე დავდგით კიდე რაღაცა მერე მეფელირმა საერთოდ ისტორია ამოატრიალა აი ეს ჰელენ ჰეიზის აი როგორც ასე ვთქვათ თეატრალური ოსკარი იქაური აი ესეთი ამბავია და ნუ იქ საერთოდ შეცვალა ისტორია ახალი ისტორია დაიწერა აი მერე უკვე როგორ იყვნენ ძე რომ გამოვაცხადებით ხოლმე უსიტყვოს ეგენი გააკეთებენ კაცო ეგენი ეხლა კაცო სიტყვით გვაინტერესებს რაღაცა ხო უნდა თქვათო კაცო მე პატას ვხარი კაცო მეთქი რაღაცა სიტყვით გავაკეთოთ გავაგებინეთ უკვე ამ ხალხს მეთქი რომ უსიტყვოდ თამაშო ახლა მეთქი კიდე დავამატოთ მეთქი იმიტომ რომ მანამდე სტუმარ მასპინძელი გქონდა ნათამაშები უკვე ჰამლეტის შემდეგ აი სტუმარ მასპინძელზე მინდა აი სტუმარ მასპინძელმა ეგეთი რაღაცა გააკეთა რომ ბოდიში იდეკლში რატო გეტყოდინებ იცი ჩვენი დაუვიწყარი ბატონი კახი კავსაძისგან სტუმარ მასპინძლის ისტორია მოსმენილი გვაქვს მაგრამ შენგან არ მაქვს იგამავი მოსმენილი კახისთან დაკავშირებული და მთელი ეს პერიპეტიები რომელსაც ამხელა გამოხმაურება მოყვა მე ამერიკაში ასე დაიწყო ეგ ამბავი გამოაცხადა პატამ ნუ დავდგა სტუმარ მასპინძელი და ამასაც თავის საფუძველი ჰქონდა რატომ აი რატომ სტუმარ მასპინძელი ვაშინგტონში, ამერიკაში და ნუ ვაჟაფშაველა ვინ შეიძლება გაიგოს ახლა აქ და მისი პოეზია თუ მისი აზროვნება თუ ფილოსოფია. მოხდა 11 სექტემბერი და ახლა პატაყვება თავის მხრიდან რა. ტელევიზორი მაქვს ჩართულია და ახალი გაღვიძებული ვარ და უყურებო კაცო თვითმფრინავი მიფრინა რაღაცა კინოს უყურებო რა. უცებ ვიფრინავ და დაეჯახაო ეს ერთი თვითმფრინავია. ჩვენ რომელი კინოა ეს? ახალი გამოუშვესო ეთყობაო რა. ცოტა ხანში მეორე. ახლა უკვე მიხვდა კაცი რომ ეს არ არის კინო კაცო. ნამდვილი ამბავია. და რა საინტერესოა არა და უცებ თქვა რომ სტუმარ მასპინძელიო. აი იქვე რა, აი თემა უკვე არის აქვე რა. სტუმარ მასპინძელი. და აი ეს იყო საფუძველი რომ სტუმარ მასპინძელი გამოაცხადა. ახლა წავიდა მუშაობა, ვინ, როგორ ავი, რა თამაშოსა და ერთ ჩვენი ერთხელ მეუნება რომ მუსაზეო კახი დაგლიჯავდაო რა. აი ესეც იყო, აი დაგლიჯავდაო კახიო რა. მომხდა ეხა ყურში ესა. რა მეთქი? აუ კახი აკავე. მაიცა მეთქი. ტელეფონი მაიცა. დუк. კახი. ხო, რა შვებით, როგორ ხო? რავი, ვართ რა, მე და პატავ ზიათ, მუშაობთ, ლაპარაკობთ.
სტუმარ მასპინძელზე სტუმარ დადგმა გინდა სტუმარ მასპინძელი ხო სტუმარ მასპინძელის დადგმა გინდა და ახლა ჩემთვის ფიქრობ როგორ შევაპარო ახლა ეს ყველაფერი მაგრამ ახლა შეპარვას ვიფიქრე რომ მეთქი მოდი პირდაპირ ჩავცხებ თავში მეთქი პატარა ნაჯახს ცოტა ისქნას ხო რაღაც ვაი დაიძახოს ხო შეპარვა ხო შეიძლება თავიდან მიხვდეს რაღაცას ეს გინდა ხო და ეს სტუმარ მასპინძელი ესე და აი პატამ გამოთქვა აზრი რომ მუსა შენი თამაშო და გავწია ახლა ტელეფონი პაუზა კახი ხო გაიგე რა გითხარი მაიცა გაიმეორე რა თქვიო მუსა უნდა რომ და ითამაშო შენ რა ინგლისურად ხო მეთქი სუ გაგიჟდით თქვენ ახლა გაგიჟდით ხო ხდები ხა რა სიტყვა მოაყოლა მაგას როგორ სიტყვა სიტყვა მოაყოლა არა მეთქი კახი არ გავგიჟებულად მეთქი უბრალოდ ძალიან დიდი სურვილი აქვს მეთქი მაგრამ მეც მეთქი მათ შორის ხო ძალიან მინდა ესეთებოდი თქვენ ისედა ხო არ გაგიჟდით და ხო არ გაიძახა და პატა მაგრამ მეთქი ცოტა ხანი აცადეთ თქო ცოტა ხანი აკია არავითარ შემთხვევაში გაგიჟდი გული შეიძლება გამისკდესო მეორე დღეს თვითონ რეკავს ხო რა შვებით მუშაობთ მანდა ხო ესე იგი მუსა გინდათ რომ ვითამაშო? ხო მეთქი ხო მუსა გინდა რომ ვითამაშო მეთქი და როდის გინდათ რომ ჩამოვიდე? უკვე მოდის ჩაალაგა ბარგი თურმე ამ ერთ დღეში გათმა ჩაალაგა ბარგი და როდის გინდა წამოვიდე? მეთქი ახი ახლა ასე საჩქარო არ არის თქო შენ ჭირიმე მეთქი მაგრამ მოდი რას ვიზავ თქო იცი? ტექსტებს გამოგიგზავნით და შენ წინასწარ მოემზადე ამისთვის ხო და ხო კარგი იქნება ხო გამომიგზავნეთ გაუგზავნეთ და კაცმა იმუშავა რა რაღაცა 3 თვე სანამ ჩვენ ეს მოსამზადებელი პერიოდი ქონა მანამდე ჰამლეტს თამაშობდით და ეს უკვე წინასწარ დავიწყეთ ჩვენ ამის დაგეგმარება ხო რა შვები კახი აი მუშაობ რა ეხლა ვზივარ ტექსტებზე მუშაობ ხო ძალიან კარგი და უცებ რაღაცა ჩახვია ინგლისურად ვა მე გისავლია მეთქი თან ტელეფონზე ლაპარაკ გისავლია მეთქი ხო რა ვიცი ვცდილობ რა მე ძალიან კარგი მეთქი რაღაც აჯობია მეთქი ესე იგი მეთქი მომზადებული ჩამოხვალ აქ თქო კიო ჩამოვიდა და გავაცანით აი ახი და ატამ გააცნო როგორც ესო აი ქართველი მარლონ ბრანდო ჩამოვიდაო აქაო და აი გამარჯობა და კახიც ახლა როგორი იყო ხა ბავშვივით იყო რა ბავშვთან ბავშვი იყო უფროსთან უფროსი იყო ესეთი იყო და ახლა ეს ახალგაზრდები და აი ნახა ეს მარლონ ბრანდო გახდა ზუსტად იმნაირი ბავშვებისნაირი ვერ წარმოიდგენს მარლონ ბრანდო ჩამოვიდა ხო იცი შეიძლება ხელი კი არა ჩაიხუდა ბავშვები მოეფერა იქით აქეთ და დავიწყოთ რეპეტიცია მოემზადა აი მენო დავეკამ ზუსტად ესე რატომ ეს ბავშვები უყურებენ ეს გადახედეს ახლა ერთთან ეს და მეც რა თქმა უნდა იქვე ვზივარ და მეთქი სიტყვებს ვიჭერ მაგრამ არ არის რა ის მაგრამ აშკარად ეტყობა რომ ნამეცადინებია და დაზეპირებული ახლა კახის მუშაობის პროცესი ხო ვიცოდი მე გამებივით სწავლობდა აი ამ წინადადებებს და ჯერ ერთი სიტყვით იწყებდა მე მეორეს მიამატებდა და იწყებოდა გამებივით ამის დამუშავება ეს გაკეთებული აქვს მაგრამ აი არის მის დამთავრდა ცეცხლებს ყრის კახი ეს ბავშვები შეშინებულები არაფერი არ ესმით მაგრამ ყველაფერი გაიგეს ხოდა აი ეხა კახიც გაყოფილი სახით როგორიაო თან აი გადმოგხედა და
მაგარია მეთქი, დაგლიჯეთქო. მაგრამ რაღაცები არის მის მეთქი. და აი ეს მოიცადო. ოპა, მოიცადო. ესე იგი მე თავიდან უნდა ვისწავლო ტექსტები. აი აქ ვიფიქრე მეთქი ხა არის ფეთქოს. თან ვიფიქრე მეთქი არ შევაშინოთ რომ მე თავიდან მეთქი ნასწავლი არა. ხო ნასწავლი გაქვს. კიო ნასწავლი მაქვს, თო სხვა რა უნდა ვისწავლო. აი უბრალოდ არის ის და ამის დამუშავება. ესე კახის კარგად ნათქვამი რა. შავთმიანი ბიჭი ჩავედიო და თეთრთმიანი ბებერი კაცი ჩამოვედიო იქიდან. ისევ ინერვიულეო. ნუ მაგრამ ყველაზე კარგი რა იყო. ამაზე ხო იმუშავა, ეხა ამის მე არანაირი ერთი წამით ეჭვი არც მეპარებოდა, რომ ამას დაჯდებოდა და დაღეჭავდა და მისავლი და გააკეთებდა. და ყველაფერი ისმის უკვე Man of Jarega. Our blood enemies we have come into our town tonight. ეს ყველაფერი ისმის. მაგრამ აქცენტი აქვს რა, ჩვეულებრივი ამბავია რა. ეხლა რა ხდება? პირველი სპექტაკლი ვითამაშეთ, პრემიერა, ბევრი ხალხი, წარმატება, ბევრი ტაში, ბრავ, ასე შემდეგ, კახის გამოსვლაზე, ბრავ, არის ერთი ამბავი და ერთი ყავდა ჩვენი უფროსი კოლეგა შექსპირის თეატრიდან. დიდი კაცი, კახიზე მაღალი იყო, რა, დიდი კაცი იყო, ჯოხით დადიოდა და როხ ხმაქონდა, ლაპარაკობდა რაღაცა, წერებიანი კაცი იყო და მუსა დამანახეთ სად არისო მუსაო რა. მუსა, კახი მოდი აგეძახე. Oh, Mr. Randall, it's an excellent, beautiful job. Thank you very much. Thank you very much. Oh, it's a beautiful job. It's so great. It's fantastic. Oh, thank you very much. Thank you. Pasuk sens, anu, ყველას pasuk sens. Da ახლა ამ კაცმა აღარ მახსოვს აი რასთან დაკავშირებით, მაგრამ რაღაცა I find this kind of around კითხვის ნიშანი დასვა. და კითხვის ნიშანი და კახიმ thank you very much მიხვდა რომ არ ჭრის. Thank you very much არ ჭრის. პასუხი ჭირდება. ირაკლი მითხრა ამანო, მითხრა და აი ეს შეგეკითხა ესა და ამან გადმომხედა და შენო გაჩერდიო კაცო. მე შენ გელაპარაკებიო კაცო, დაუსვა თავიდან. კახი ისევ გადმომხედა მე. წარმოდგენაც არ აქვს, რომ კახი ინგლისური არ იცის, ხო? მაიცაო, ეხლა გააჩერე იმან. მოიცაო. შენო რა ხდება? ინგლისური არაო? არა მეთქი. ნამუშევარია მეთქი. He is hard worker მეთქი რა. ესე ძალიან მაგრად მუშაობს მეთქი და აი ესე მუშაობს ხო კაცი და შეუძლია ნებისმიერი ტექსტების დაზეპირება ნებისმიერ ენაზე მეთქი, მათ შორის ინგლისურად ხო. სერიოზული პაუზა იყო. მეთქი ხა ის ჯოხი არ დაიყო და ჩამარტყას თავში მეთქი. ხო და ისე კი აიღო ესე აგდო ჯოხი ესე ხო ეჭირა ესე ჯოხა აგდო ჯოხი დაიჭირა ესა. და ჯოხი შენო კიდაო მითხრა მეორო ამანო ინგლისური არაო? ჯოხი გაწიე მეთქი შეინჭირიმე მეთქი აქ ჯოხი გაწიე თქვენ. დადე ჯოხი მეთქი, დადე. არ გაგექცეს ხელი მეთქი. არა მეთქი. კიდე გაიმეორეო რა თქვიო? არა. არ ლაპარაკობს ეს კაცი ინგლისურად. არ ესმის ინგლისური და არ იცის ინგლისური. აბა როგორო? ასე მეთქი. ისწავლა. გია გაბრაზდა კაცი. გაბრაზდა კაცი რაზე იცი რომ ვერ მიხვდა როგორ შეიძლება ადამიანმა გადმოქცეს ის ენა სალაპარაკო თავისი აზრით, თავისი ქვეტექსტებით, თავისი ნიუანსებით. ისე რომ შენ ვერ მიხვდე რომ ამ კაცმა შეიძლება გრამი ინგლისური არ იცოდეს. მე ეგეთი ხუმრობა არ გამიგიაო. მე
I've never heard such a joke. არა ბატონო, არ ხუმრობთ მეთქი რა, არ ხუმრობთ მეთქი. ამან ინგლისური არის. აღარ გელაპარაკები თუ კარგად იყავი. არ გიცნობ საერთოდ არ მინახი ხარო კაცო. რა არის ეს? არ ვიტყვი ხარ რა სიტყვა იყარა, მაგრამ რა ხუმრობები იცი თქო. არა ბატონო, ბოდიში ბატონო, მაგრამ რა ვქნათ? ასეთია მეთქი და რა გავაკეთო თქო. გადავრჩი ჯოხის ჩარტყმას თავში. ეს არის კახი კავსაძის ფენომენი. ეს არის კახი კავსაძის ფენომენი. მართლა ეს გადაცემაში მახსოვს იქა რომ ერთ ადგილას იძახის რომ აიო მძინარე რო ვიყო, აი ღრმაძილში რო ვიყო და კაცმა თავში ჩამარტყას და მითხრას რომ ის მონოლოგი თქო იქვე ვიტყვიო ეგრევე წამოწებიო და იქვე ვიტყვიო. ისე მაქო უკვე თავში ჩაჯენილიო ეს ყველაფერიო და ოხ, ღერთმა განაცვლეს ჩვენი ბატონი კახისელი. ჩემო ირაკლი, შენი წინა სტუმრობის შემდეგ ჩვენ სამწუხაროდ გამოგვაგულა კიდევ ერთი დიდებული შემოქმედი, მამუკა ჩარკვიანი, საყვარელი ადამიანი. და ისე მოხდა, რომ მამუკა მაშინ ცოცხალი იყო, როდესაც შენეული ისეთი არნახულად საინტერესო, ძალიან თბილი და განსხვავებული ვერსია ააჟღერე მისი ცნობილი სიმღერისა ირინოლა. აი ზუსტად ეს სიმღერა მინდა გთხოვა, აი ეს ვერსია, რომ დღეს ჩვენ შოუში შეასრულო. კი ბატონო, მე ერთსაც დავამატებ აქვე, რომ პირველ რიგში ეს სიმღერა არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი და უთბილესი სიმღერა. ამ ყველაფერთან ერთად კახისაც შესრულებული აქვს ეს სიმღერა. სპექტაკლი იყო ასეთი ბატონი რეზო გაბრიაძის თეატრში მუ. იქ კახი თამაშობდა მგელს. და მგელი უმღეროდა იმას აქვია ძროხას. და ამ სიმღერას უმღეროდა და მაგრამ იმდენად სხვანაირი ინტერპრეტაცია შემოგთავაზა იმ დროს და ჩანაწერიც არსებობს მისი მოხდა ისე რომ აი ვინ არის პროექტის დროს როდესაც ქართული ტური იყო მთხოვეს იქნებ ირინოლა და მეთქი ვარა კაია ირინოლა მეთქი მე ჩემი საყვარელი სიმღერა კახისაც შესრულებული აქვს მეთქი და ბარემ ვიმღერებთ ხო კი ბატონო ჩავწერეთ და ჩვენი პროდიუსერი ჩამოვიდა მოისმინა და არა ვიდა ეგ არ გამოვა გიცნობენ მაშინ ამშივე გიცნობენო შენი ჭირიმე ნათელიანო კავსაძეა არა ამში გიცნობენო რა შენი ჭირიმე ეგ არ აქნაო რა თორე დავიღუპეთო კაი მეთქი და თუმცა მაგ დროს მქონდა ესე ვთქვათ განზრახვა მემღერა ეს სიმღერა მაგრამ როდესაც მიმღერეზეც გამოჩნდა ეს ვარიანტი აი რა გითხრა რა ანუ სამწუხაროდ მოხდა ისე რომ მამუკა წავიდა ამ ქვეყნიდან და თითქოს ამ სიმღერამ ჩემთვის რაღაცა კიდე უფრო განსაკუთრებული ადგილი დაიკავა და უფრო განსაკუთრებულად ვუდგები ამ ყველაფერს და მეც ძალიან დიდი სიამოვნებით შეგისრულებთ ახლა ამ სიმღერას რომელიც ჩემთვის ძალიან თბილი და საყვარელი არის ლამაზი შენი თვალის ფერია შენზე უსაყვარლესი ქვეყანა და რაფერია ყვავილების ნამქერი შესევიან ლელია მე რომ გელიცოდე ასე არასადგელია მე რომ გელიცოდე ასე არასადგელია ხელს შეგამბა მარგალიტეს ყველა ჩემი წრემლია
სიყვარულში იწოდე მსუხარებაც ბევრია მე მიყვარ ხარ იწოდე ასე არასად მღერია შენზე უსაყვარლესი ქვეყანა და რაფერია შენზე უსაყვარლესი ქვეყანა და რაფერია ყვავილების ნამქერი შესევიან ლელია უმრმესი მადლობა ჩვენს ძვირფას ირაკლი კავსაძეს წარმატებები უსურვოთ მას ეს ამით გემშვიდობები ძვირფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე